რუსი პრანკერების მახეში გაბმული სალომე ზურაბიშვილი უკვე მეორე დღეა დუმს. დღესაც გუშინდელის მსგავსად ბრიფინგის სხვა თემაზე გამართა ჟურნალისტების შეკითხვები კი უპასუხოდ დატოვა. მისგან განსხვავებით დუმილი დღეს უჩა ნანუაშვილმა დაარღვია და თავის გამართლებას სცადა. ირწმუნება, რომ ვიდეო დამონტაჟებულია არაოფიციალურ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე საუბრისას კი ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ჯგუფებს გულისხმობდა. სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსულ პირველ არხზე, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული. ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობის დროს ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მიერ არაფორმალური შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში. უჩა ნანუაშვილმა არ უარყო, რომ სალომე ზურაბიშვილის მსგავსად მიცემულ ინტერვიუში ისიც საპროტესტო აქციებისთვის საჭირო თანხების არარსებობაზე წუხდა. ამაში ბრალი პრანკერებთან საუბრისას ზურაბიშვილმა ევროპულ ფონდებს დასდო. ექს-პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ შეჩერებული სამთავრობო პროგრამებიდან NGO-ებისთვის და ოპოზიციისთვის შეპირებული თანხის განაწილება ჭიანურდება. თურმე არეულობას აწყობს USAID და თურმე რაღაცა ევროკავშირი და ასე შემდეგ სახელმწიფო გადატრიალებას ასე შემდეგ. არადა ზურაბიშვილი ინტერვიუში ოპოზიციის ფინანსებზეც წუხდა. დღეს კი მათ ლიდერად გამოცხადებული ექს-პრეზიდენტის გზავნილებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. თავის არიდების მცდელობის მიუხედავად ოპოზიციისა და მათი მოკავშირეების დაფინანსების ქსელი მმართველმა გუნდმა უკვე დიდი ხანია გაშიფრა. სახელისუფლებო პარტიაში ინტერვიუები მამხილებელ ჩვენებად შეფასდა. თანხები, რომელიც შემოედინებოდა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით დეკლარირების გარეშე, ეგრეთ წოდებული შავი ფული, რა თქმა უნდა მიემართებოდა პოლიტიკაში, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება. ვიდეო ჩანაწერიც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ეს უსამშობლო მოღალატეები, რა თქმა უნდა, პირდაპირ ჩართული არიან სახელმწიფო აღირავების თემაში, პირდაპირ ასრულებენ გარედან ბრძანებებს, დავალებებს. როდესაც ქართული ოცნების გუნდის წევრები საუბრობთ, რომ კოლექტიურ ნაცნობრაობაში გაერთიანებული ადამიანები უცხო ძალის დაკრულზე ცეკვავენ, მათ ეს ყველაფერი მათ შორის ვიდეოებითაც დაადასტურეს. ეხლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დიახ, უცხოური თანხები ჩვენს მხარეში გამოიყენება ან უნდათ რომ გამოყენებული იყოს არეულობის მოსაწყობად, მათ შორის ეკონომიკური ჩამოშლისათვის, რომ შემდეგ შეძლონდა კოლექტიური ნაცნობრაობა და აგენტები მოიყვანონ ხელისუფლებაში. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღემდე თავის პრეზიდენტს უწოდებს და რომელმაც პრეზიდენტის კაბინეტიდან დროშა მოიპარა პრეზიდენტის. ის ადამიანი პირდაპირ ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე ამბობს, რომ თანხა ჭირდება ვინაიდან ეს ვითარება, ეს დაძაბულობა, ეს დაპირისპირება, კრიზისი, როგორც თვითონ ამბობს, ვერ მოგვარდება მშვიდობიანი გზით. სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭირვალობის შესახებ კანონი, სწორედ ამიტომ იყო საჭირო გრანტების შესახებ კანონი და სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ ქვეყანას ქონდეს სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლი. პრანკერებმა მახეში ოპოზიციის მოკავშირე ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონის გააფეს. კითხვები მის სალომე ზურაბიშვილთან კავშირსა და აქციის მონაწილეების დახმარებას ეხებოდა.